Პატნოკობა საღამოშიდობის და ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი ხართ. დღეს კარგი რამ მოხდა, მცირედით, მაგრამ ლარი გამყარდა როგორც დოლართან, ისე ევროსთან, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. მაინც მინდა კითხო და საუბარი დავიწყო იმ თემით, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მე მგონი ტელეეკრანებიდან არ ჩამოსულა. ის შეთავაზება, ის სოციალური დახმარება, რომელიც ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, გამოაცხადა, მე გულისხმობ იპოთეკარებისთვის დოლარში, ვისაც აქვს იპოთეკა აღებული, მათთვის გეგმის შეთავაზების, ანუ ლარიზაციის შეთავაზების, რატომ მოყვა ასეთი რეაქცია? იმიტომ რომ რეალურად ეს მართლა სოციალური პროექტია, ეს არის საჩუქარი იმ ადამიანებს, იმ 33,000 რაღაცა ადამიანს, ამას მოყვა კრიტიკა, ამას მოყვა ლარის კურსის უცებ ბარდნა. ეს შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში მაინც ცუდი კომუნიკაციის შედეგი იყო, ანუ რით შეიძლება აიხსნას ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია მაინც ყველაფერი? მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ამავე დროს მივესალმები ჩვენ მაყურებელს და მადლობა ყურადღებისათვის იმ საკითხებისადმი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ დღეს. მოდით დავიწყოთ იმით, თუ რას თავაზობს მთავრობა და რა შეთევაზება გაკეთება ამასთან დაკავშირებით. მოხდა რატომღაც ისე, რომ გარკვეულწილად აღრევა, თქვათ, გალარების და ლარიზაციის. გალარება ეს არის ის ერთჯერადი სოციალური პროექტი, რომლის დაფინანსებასაც მთავრობა აპირებს და რომლის დაფინანსებაც მთავრობას უნდა და ეს კეთდება იმისათვის, რათა იმ ცესხებლებს, რომლებსაც აღებული ჰქონდათ ცესხი 2015 წლის 1 იანვრამდე და რომელთაც ყველაზე ძალიან განიცადეს ამ კურსის გაუფასთურებისაგან მიღებული შედეგები, შეუმსუბუქდეს გარკვეულად ტვირთი. თქვენ მოგეხსენება ძალიან კარგად და სხვა ტელეგადაცემებშიც არის ძალიან ბევრი წუხილი იმასთან დაკავშირებით და იმ ადამიანების წუხილი, რომლებსაც დაემართათ ზუსტად ეს, რადგანაც აღებული ჰქონდათ ცესხი დოლარში და რადგანაც ლარში და შესაბამისად ძალიან გაუძვირდათ. და სწორად აი აქედან გამომდინარე ჩაფიქრებული იქნა ის ერთჯერადი აქცია, რომელიც სხვა ქვეყნებშიც ყოფილა გამოყენებული და საქართველოს ამ მიმართულებით უნიკალური არ არის. მოდით შევხედოთ რა არის ეს, რისთვის კეთდება ეს. ეს არის სავალუტო რისკისაგან დაზღვევის საშუალება. ანუ გარკვეულწილად ეს არის ის დაზღვევა, რომელსაც ეს მცესხებელი, რომელსაც თავაზობენ ამ მცესხებლას. ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი. არავინ არ არის ვალდებული, რომ მცესხები გადაალაროს. ყველა ადამიანმა, რომელიც მოექცევა ამ პირობების ქვეშ, რომელიც არის გაცხადებული, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით 2 თვის განმავლობაში 1 იანვრიდან. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია იყო ამასთან დაკავშირებით, თუ კარგი არის ეს, თუ ცუდი არის. ერთ-ერთი მაგალითად იყო ის, რომ თქვათ, რატომ უნდა გაკეთდეს ეს სუბსიდირებით, რატომ უნდა გადაიხადოს მან იმ გადამხდელმა, ვისაც ამის არ აქვს იპოთეკური ცესხი, რატომ უნდა გადაიხადოს თავისი წილი გადასახადა ვიღაცის ცესხი. მოდით სხვანაირად შევხედოთ ამას, ანუ მედალს ორი მხარე აქვს, ხო? თუ ვიფიქრებთ იმას, რომ ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ძალიან გაურთულდა ცხოვრება აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზების გამო რომ გაუფასურდა ლარი, ეს არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც დახმარება ჭირდება, ხო? აი შევადაროთ მაგალითად, თუ ერთ-ერთ საქართველოს რეგიონში მოხდა სეტყვა მაგალითად, ან კიდე გვალვა, ან კიდე მაღალმთიან აჭარაში კიდე მეწყერი ხდება ხოლმე ძალიან ხშირად, ხო? ამ დროს სახელმწიფო ეხმარება ამ რეგიონებს და დახმარებას აწვდის და სუბსიდირებასაც აკეთებს. ამ დროს მე მგონი არა გვაქვს აბსოლუტურად განცდა, რომ რატო ვეხმარებით ჩვენ ამ მოსახლეობას, იმიტომ რომ მათ ეს ჭირდებათ ამ შემთხვევაში, ეს არის მოწყვლადი ფენა სხვადასხვა მიზეზების გამო და სწორედ აი ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ის მექანიზმი, რომელიც იქნება შეთავაზებული, მაქსიმალურად ეცდება, რომ მოერგოს ამ სესხებლის სიტუაციას. ისევ და ისევ თუ მას სურს ამის მიღება ის გააკეთებს, თუ მას არ სურს ამის მიღებას არ გააკეთებს. აგრეთვე ძალიან ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ
შეიძლება სხვა პროცენტი იყოს მითითებული, რა თქმა უნდა, განსხვავება არის დოლარის პროცენტსა და ლარის პროცენტს შორის და ზუსტად აი განსხვავება ამ პროცენტებს შორის არის ის საზღაური, ის დაზღვევა, რომლის გადაღწევაც უნდა მოხდეს იმისათვის, რომ დანახარჯები გახდეს სტაბილური და პროგნოზირებადი, ხო? ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, როდესაც ხდება გაუფასურება, ვთქვათ, თუ ეს სესხი, ახალი სესხის პროცენტით რეფინანსირების სესხს იქნა მორგებული, ხო, მიბმული, პროცენტის გაზრდა მოხდება, მაგრამ მაშინ, როდესაც გაუფასურება ხდება, ხო, მაშინ ძირითადი თანხაც იზრდება. ანუ იზრდება ძირითადი თანხაც და იზრდება პროცენტიც. ასე რომ ეს საკითხი ბევრი მხრიდან არის შეხედილი, ეს არ არის ის, რაც უნიკალურია და არასოდეს არ მომხდარა და მთავრობამ გამოიჩინა ამის ნება და ჩვენ ეროვნული ბანკი გვინდა რომ და ვაპირებთ და გავაკეთებთ კიდევაც რომ ტექნიკურად დავეხმაროთ აი ამ პროექტის განხორციელებაში. აღარ გავიმეორებ, მაგრამ ეს არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. ეხლა უკვე ვილაპარაკოთ ლარიზაციაზე. ლარიზაცია ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. მე, როდესაც ამ თანამდებობაზე ხდებოდა ჩემი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის განხილვა იმ პრიორიტეტებს შორის, რომელიც მაშინ აღნიშნე, ეს მიუთითე, ეს შემთხვევით არ ყოფილა. რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ 15 წელი საქართველოში არ ცხოვრობდი და საზოგადოებრივ მუშაობდი, ძალიან ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს, რა ხდებოდა ქვეყანაში და ძალიან კარგად ხედავდი, რას ნიშნავს დოლარიზაცია და არა მარტო საქართველოს მაგალითზე, არამედ სხვა ქვეყნების მაგალითზე, რომელზეც მიმუშავია. დოლარიზაცია არის ის ფენომენი, რომელიც საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და მასთან ბრძოლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც ის პერიოდი, როდესაც ბანკებში მოხდა გაუფასურება, ანაბრების და დოლარი იყო ერთადერთი საშუალება, რომელიც ფულის ფუნქციებს ასრულებდა, მაინც ძალიან დიდი ხანი წაყვა ქვეყანას. ამიტომ ეროვნული ბანკი 2010 წლიდან უკვე პრაქტიკულად ცდილობდა, რომ დედოლარიზაციაზე ემუშავა და სწორედ ამიტომ მოხდა რეფინანსირების სესხების შემოღება. და რა არის ეს დედოლარიზაცია? რას ნიშნავს? ეს არის ლარში საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობას. ეს არ არის თავსმოხვეული პოლიტიკა. ეს არის ის პოლიტიკა, რომელმაც დროთა განმავლობაში უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ლარში აღებული სესხები იყოს გაიზარდოს. ეს თავისთავად უკვე იქნება წინაპირობა იმის, რომ ის საგარეო ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს და რომლისგან დაცულები არა ვართ, ხო? და ცოტა ხნის წინ საუბრობდით შესავლის დროს, თქვათ, ევროსთან დაკავშირებით და იტალიაში რა ხდება დღეს და ასე შემდეგ, ხომ? აი ამის მინიმიზირება მოხდეს. ეს არ არის რაღაც თვითმიზანი, ეს არის ის, რაც დაეხმარება მოსახლეობას, ეს არის რაც მომავალში უნდა დაეხმაროს ბიზნესს და ეს არის ის, რამაც ეკონომიკური ზრდა უნდა გახადოს მდგრადი, უფრო მაღალი და რამაც უნდა მოიტანოს უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ნიშნავს, რომ მოწყვლადი ფენა საქართველოში შემცირდება. ისევ და ისევ ეს არ მოხდება ერთი ღამის განმავლობაში, ეს არ მოხდება ერთი წლის განმავლობაში, ეს არის გრძელვადიანი გეგმა და ამაზე იქნა კიდევაც გაცხადებული. და ის სხვადასხვა პუნქტები, რომლებზეც ვლაპარაკობ, ზუსტად ამითკენ არის მიმართული, რომ იყოს ლიკვიდურობა ლარში, გრძელვადიანი სესხების გაცემის საშუალება იყოს ქვეყანაში, რომ განვითარდეს კაპიტალის ბაზარი ქვეყანაში, რომ განვითარდეს საპენსიო სისტემა ქვეყანაში, რომ შეიქმნას ალტერნატიული დაზოგვის საშუალებები, რომელიც უკვე შეუწყობს განვითარებას ქვეყანაში, ეკონომიკის განვითარებას. და არავის არ ქონია იმის ილუზია, რომ ეს ასე უცებ მოხდება და სხვათა შორის ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი ინგრედიენტები დედოლარიზაციის არის ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაცია, ეს არის კარგი ეკონომიკური გარემო ქვეყანაში, ეს არის მდგრადი ფისკალური დეფიციტი და ბიუჯეტის დეფიციტი ქვეყანაში და ძალიან ხშირად ამბობენ, რომ როგორ შეიძლება დედოლარიზაციის მიღწევა იმ შემთხვევაში, თუ კურსი მერყევია, თუ კურსი მცურავია, შესაძლებელია ამის მიღწევა. რადგანაც ზუსტად მცურავი კურსი არის ის შოკის მშთანთქმელი, რომელიც ინვესტორებს ეუბნება, რომ ამ ქვეყანაში არის ის მექანიზმი, რომელიც დაიცავს ქვეყანას
თუ მოხდა უარყოფითი შოკი, თუ დადებითი შოკი მოხდა, თუ უფრო კარგი. მე ხშირად მიხდება ხოლმე ინვესტორებთან შეხვედრა საზღვარგარეთ და არ დაგიმალავთ, ძალიან ხშირად პირველი შეკითხვა, რომელსაც მისვავენ, ეს არის რა ხდება დოლარიზაციასთან დაკავშირებით? თქვენთან დოლარიზაცია ძალიან მაღალია. რა ზომების მიღებას აპირებთ ამასთან დაკავშირებით? ასე რომ აი ეს არის ის ზომები, შევინარჩუნოთ მაკრო ნორმალური და კარგი მაკრო გარემო და გვჯეროდეს იმის, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია. ეკონომიკური ზრდა, ხშირად ამბობენ. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეკონომიკური ზრდა არის ამის გამოსავალი. ნამდვილად დაეხმარება, ნამდვილად ძალიან კარგი იქნება, მაგრამ დამეჯერეთ, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში შეიძლება მოხდეს უარყოფითი საგარეო შოკი. ამიტომ ის მექანიზმები, რომლებიც არსებობს, ხო, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული. ისევ და ისევ უნდა უყუროთ ამას როგორც, ანუ გალარება ერთჯერადი სოციალური პროექტი, რომელიც ფიქრობ დაეხმარება ხალხს, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია, გააკეთებენ თუ ამას, ლარიზაცია, ანუ დედოლარიზაცია, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ეს ნამდვილად დაეხმარება მომავალში ქვეყნის უფრო მდგრად და უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას. აი ზუსტად ეს მინდა კითხოთ ლარიზაციასთან დაკავშირებით. რამდენად დაინტერესებულნი არიან თავად კომერციული ბანკები, რომ დოლარიზაციიდან ლარიზაციაზე გადავიდნენ? რამდენად აქვთ მაგთ ექნება, თქონდით ასე ვთქვათ 2017 წლის 1 იანვრიდან ის თანხები, იმიტომ რომ ლაპარაკია რომ უკვე 100,000 უნდა ლარში გაიცეს და გაიცათ უკვე 200,000 ლაპარაკი. ანუ ფულად იმას გრძელი ლარის მასა, რასაც ქვია, აქვთ კომერციულ ბანკებს თუ აქ უკვე ეროვნული ბანკის რაღაცა ჩართულობა იქნება აუცილებელი. მე შემთხვევით არ ვახსენე ის მექანიზმი, რომ 2010 წლიდან ზუსტად შემოღებული იქნა რეფინანსების მექანიზმი. ეს არის ზუსტად ის მექანიზმი, რომელიც ბანკებს ლიკვიდობის მართვაში ეხმარება და ეხმარება, რომ დააგრძელვადიანოს მოკლევადიანი რესურსები და ზუსტად აი მექანიზმის შემუშავება და ის პაკეტი, რომელიც აი ამ გალარების პროცესს ჯერ აქედან დავიწყოთ, სდევს იქნება საფუძველი იმის, რომ ბანკებმა ამის განხორციელება შეძლონ და სხვათა შორის აი ის ინფორმაცია წინასწარი, რაც არის მოსული, არის რომ საკმაოდ ბევრს აინტერესებს და სერვის ცენტრებში ძალიან ბევრი ზარი შედის იმასთან დაკავშირებით, რომ ბეს აქვს სურვილი რომ ეს გააკეთოს, როდიდან დაიწყება ეს და ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხები, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ და ფინანსთა სამინისტრომაც აქვეყნა, ფიქრობ რომ დაეხმარება ამ მიმართულებით ხალხს რომ განსაზღვროს რისი გაკეთება უნდათ. ასე რომ ეროვნული ბანკი აბსოლუტურად მზად არის რომ დაეხმაროს ამის განხორციელებაში, ხოლო ის უკვე საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ესე იგი ზომები, რომლებიც მე დაგისახელეთ, ხო? ზუსტად იქნება გაკეთებული იმისათვის, რომ მომავალში ბანკებს შეექმნათ გრძელვადიანი ლარის რესურსები და მათ უფრო თავისუფლად შეძლონ ამ რესურსებით ცესხების გაცემა. გასაგებია, ერთის მხრივ ბანკები, უბრალოდ მე რიგითი მოქალაქე, ჩემი თანხა, ფული ლარში რომ განვათავსო, თქვა დანაზოგი, მინდა და ველი რომ მაღალ პროცენტს შემომთავაზებს ბანკი, ხო? მეორეს მხრივ თუ სესხს ვიღებ, მინდა რომ დაბალი პროცენტი მოვცეს. მაშინ, როდესაც პრინციპში, როცა თანხების მოზიდვაზეა საუბარი, მაინც ან დოლარში იზიდავს თანხას კომერციული ბანკი, ან ევროში, ანუ საერთაშორისო ვალუტაში. აი ოქროს შუალედი სად არის ერთის მხრივ რომ მეც კმაყოფილი ვიყო და გასაგებია რომ ქველმოქმედებით ბანკი არ არის დაინტერესებული და ამისთვის არ არის მოწოდებული რომ ისიც კმაყოფილი იყოს. იმიტომ რომ ესა პროცენტი ხო რამდენს ვიხდია, რამდენი ხდება, მეც მაინტერესებს და ბანკსაც მაინტერესებს. აი აქ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? იცით, პროცენტი ზოგადად ეს არ არის ერთგვაროვანი რაღაც არ უნდა უყუროთ მხოლოდ ერთი მხრიდან. პროცენტის გასაზღვრაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. ეს არის მოზიდვის სახსრები, ხო, რამდენ პროცენტად ვიზიდავს, ის რისკები, რომელიც ქვეყანაში არის, ის გეოპოლიტიკური რისკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი რამე მონაწილეობს. ამიტომ ზუსტად ამის თქმა, სად არის ეს შუალედი, რთულია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იქნება მაკროეკონომიკურად კარგი გარემო და სტაბილური გარემო, ეს უნდა იყოს საფუძველი იმის, რომ პროცენტები შემცირდეს. კიდევ ერთი რამ, რაც და ისევ ის რომ გაიზრდება და უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა ლარში რესურსების. კიდევ ერთი რამე, რომელიც ადრეც მithქვავს, არის ის, რომ ისევ და ისევ რჩება, რომ მიზანშეწონილია, რომ სესხი აიღოს ადამიანმა
იმ ვალუტაში, რომელშიც მას აქვს შემოსავალი. მე აბსოლუტურად მესმის ადამიანის, რომელიც მივა ბანკში და რომელსაც შესთავაზებენ სიტყვაზე ვამბობ დოლარში 7%-იან სესხს და ლარში 10%-იან სესხს. ალბათ მაშინვე ირთვება მექანიზმი, რომ ხომარჯობია 7% უფრო ნაკლები, მაგრამ ამავე დროს გავიხსენოთ, რომ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი საქართველოში, რომელიც ცალკე დიდი თემაა, რატომ გვაქვს და სხვანაირად მართლა შეუძლებელი იქნება ჩვენაირი ტიპის ქვეყნის ეკონომიკისათვის, მაგრამ ამავე დროს მოდით ვიფიქროთ იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება ამას მოყვეს. რადგანაც ამ სესხებს შემდეგ აქვს დაგირავებული იპოთეკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა მოხდეს ამის გათავისება, რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს, შეიძლება მოხდეს გამყარება, შეიძლება მოხდეს გაუფასურება, მაგრამ სავალუტო რისკის დაზღვევა უკეთეს მდგომარეობაში დააყენებს ადამიანს, რადგანაც ის არ დააყენებს ძალიან რთული სიტუაციის წინაშე, რის წინაშეც დღეს ბევრი ადამიანი დადგა და იმიტომ რომ ლარის კურსი გაუფასურდა და ამის მიზეზი იყო საკმაოდ ბევრი და დავიწყოთ იქიდან რომ ნავთობის ფასები დაეცა, მოთხოვნა შემცირდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ესეც გასათავისებელია, ესეც, მაგრამ აქ უკვე მივდივართ ფინანსური განათლებისაკენ და ეროვნული ბანკი ამასთან დაკავშირებითაც მუშაობს და არ მინდა ფრთიანი ფრაზები ვიხმარო, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ იმ კვლევამ რომელიც ჩატარდა, აჩვენა რომ არ არის მაღალი ზოგადად ფინანსური განათლება საქართველოში და ესეც რომ წაეშველება ამ პროცესს, ვფიქრობ, აი ამ პროცენტის გასხვავების პრობლემასაც გადალახავს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს. დოლარში იქნება სესხი აღებული თუ ლარში. მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ ავხსნათ ეს რას ნიშნავს და იგივე გამსესხებლებსაც უთხრათ, რომ მათ გააკეთონ ამ ინფორმაციების მაქსიმალურად გამჟღავნება და იგივეს მოუწედობ იმ ხალხს, რომელიც მიივა 1 იანვრიდან და მოინდომებს ამას, რომ მათ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მოითხოვონ ამ პროცესთან დაკავშირებით. როდესაც ლარის დევალვაციას თუ ლარის კურსის ცვლილებაზე და მცურავ ლარზეა ხოლმე საუბარი, ხშირად მოყავთ მაგალითად რა ხდება რეგიონში, ვთქვათ თურქული ლირა, რომელიც ძალიან გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათი, სადაც იქაური ეროვნული ბანკი ძალიან კი შეეცადა რომ დაეკავებინა კბილებით, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ძალიან გაუფასურდა. რუსეთში რაც ხდება, მეტნაკლებად ყველა ვიცით. უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც ვთქვათ არა აქვთ აღებული სესხი დოლარში, ელიან აი ამ ლარის კურსის ცვლილების ასახვას იმ ფასებზე ყოველდღიური მოხმარების, ასე ვთქვათ, საგნებს გულისხმობ მე, დაწყებული არც პურიდან, მით უმეტეს რომ ეს პროგნოზები კეთდება და ყველას მაშინებენ. მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენთვის არ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრება. როდესაც თუ გაუფასურდა იქ ყველაფერი, ანუ იქაური ვალუტა. თითქოს და ნუ ფასება არ უნდა მოიმატოს, მე საუბრობ იმ პროდუქციაზე, რომელიც შემოდის არც უკრაინიდან, რუსეთიდან, ან თუნდაც თურქეთიდან. ანუ ეს იმპორტიორების, ასე ვთქვათ, დამსახურება, მოდით ბრჭყალებში ვიტყვი, თუ მაინც ლარის კურსი გარკვეულწილად და დოლართან მიმართებაში მაინც მოქმედებს ფასების წარმოქმნაზე. ანუ რასთან გვაქვს საქმე? ძალიან უნდა გვეშინოდეს ადამიანებს, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ გვაქვს აღებული სესხი დოლარში, რომ ცხოვრება ძალიან გაძვირდება მაინც. აბსოლუტურად მესმის თქვენი შეკითხვა. ფასებზე გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, კურსის დევალვაცია, მაგრამ ამავე დროს უნდა შევხედოთ, რამდენად ახდენს, ხო? ანუ რა არის ის რყევა და რა არის ის მატება, რომელიც შეიძლება ამ პროცესს მოყვეს. უნდა მოგახსენოთ, რომ მას შემდეგ, რაც 2010 წლიდან თუ არ ვცდები ზუსტად, ეროვნული ბანკი გადავიდა ისეთ მეთოდზე, როგორიც არის ინფლაციის ტარგეტირება, ეს არის განსხვავებული მონეტარული ტარგეტირებისაგან, რომელმაც, ასე ვთქვათ, თავისი დრო მოჭამა უკვე და წარსულშია, რადგანაც მონეტარული ტარგეტირება ნიშნავდა, რომ უნდა აღმოჩენილიყო კავშირი მონეტარულ აგრეგატებსა და ინფლაციას შორის და ამის მიხედვით მომხდარიყო ზომების მიღება, იმან უკვე გაიარა, რადგანაც როდესაც ეკონომიკა იზრდება, ეს კავშირი
ფულად აგრეგატებსა და ინფლაციას შორის უფრო და უფრო სუსტი ხდება და შეუძლებელი ხდება ამით პროცესის მართვა. ახლა მონეტარული ინფლაციური ტარგეტირება უკვე სხვა უფრო გაცილებით პროგრესული მეთოდია, რასაც დღეს საკმაოდ ბევრი ქვეყანა იყენებს და ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ საქართველოს საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს უკვე დაგროვილი. ეს არ იყო ადვილი პროცესი. ამას სხვა წინაპირობები ჰქონდა. თუ გადავხედავთ ბოლო მაგალითად 8 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო ინფლაცია 3% იყო. გეთანხმებით, რომ შეიძლება ერთ პროდუქტზე ფასი, ორ პროდუქტზე, სამ პროდუქტზე ფასები გაიზარდოს, მაგრამ იქ არის აგრეთვე პროდუქტები, რომელზეც ფასები მცირდება. ამ წუთში შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ესე იგი ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის ბოლოს, ფასების და საქართველოში 0.6% იყო. ახლა ნიშნავს თუ არა ეს, რომ საერთოდ არასოდეს არ გაიზრდება ფასები. არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში, ხომ? იქნება ფაქტორები, რომელიც იმოქმედებს ფასების ზრდაზე და სხვათა შორის დაბალი ინფლაციაც არ არის ძალიან კარგი და თუ ჩვენ მინუსების ინფლაციაზე ვილაპარაკოთ, ეს უკვე დეფლაცია იქნება და ეს ისევე არასასურველი არის ეკონომიკისათვის, რადგანაც მოთხოვნას ამცირებს, ისევე როგორც მაღალი ინფლაცია, ხო? ამიტომ ისევ და ისევ რომ შევხედოთ ზოგადად ცუდი გამოცდილება არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ეროვნულ ბანკს გააჩნია ბერკეტები იმასთან დაკავშირებით რომ თუ მოხდება შემჩნევა რომ არის მოლოდინები ფასების ზრდის რომ იზრდება ფასები რომ ეროვნულ ბანკმა მიიღოს საკმარისი ზომები იმისათვის რომ ეს პროცესი შეაჩეროს და ასევე მინდა შეგახსენოთ რომ წელს ინფლაციის მიზრული მაჩვენებელი არის 5%, ალბათ წლის ბოლოსთვის იქნება დაახლოებით 1%, რაც საკმაოდ დაბალია, შემდეგ წელს არის 4%, ხოლო 2018 წლიდან 3%. მე მესმის რომ იცით ადამიანისთვის რომელსაც ლარში აქვს ფიქსირებული ხელფასი და რომელსაც იმის გამო რომ ლარი გაუფასურდა, შეუმცირდა ის მონაკვეთი და ის ნაწილი თანხების რომელსაც ყოველდღიურად ხარჯავდა სხვადასხვა მოხმარების საგნებსა და სერვისებზე, მასთვის ეს არ არის დიდი შეღავათი, მაგრამ ამავე დროს რეალობაა. ინფლაციის ინდექსი არის საერთაშორისო აპრობირებული ინდექსი, რომელიც საქართველოში მოქმედებს და რომელსაც საკმაოდ ბევრი შემოწმება აქვს, ასე თქვას გაველი და დღესდღეობით ინფლაციის პრობლემა არ გვაქვს. მომავალში თუ გვექნება, ეროვნულ ბანკს ამის წინ აღდგომის საშუალებები აქვს. ბატონო, მაინტერესებს ონლაინ სესხებთან დაკავშირებით რეგულაციები, ანუ როდის ამოქმედება და პლუს ის ადამიანები, რომლებიც გაწამებულები არიან, იმიტომ რომ უცებ გაირკვა რომ ონლაინ სესხების შედეგად 400 და 500% აქვს ლამის აგაც. ანუ ამაზე იმოქმედებს თუ ეს მხოლოდ აი მომავალი მსესხებლების, ასე ვთქვათ, ბედზე აისახება. როდიდან იქნება უკვე ზუსტად ცნობილი, რაზეა ლაპარაკი, ეროვნული ბანკი როდის იქნება მზად რომ ეს საზოგადოებას გააცნოს? აი საინტერესოა რომ თქვით რომ გაწამებული ადამიანები, ვიცით, მე მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მეუბნევიან რომ არ არსებობენ საერთოდ ასეთი გაწამებული ადამიანები და სად არიან ეს გაწამებული ადამიანები, რომ ეს საერთოდ არ არის პრობლემა როგორც ასეთი და საკმაოდ მიკვირს, როდესაც ასეთ რამეს ვიგებთ, რომ ასეთი ფენომენი არსებობს. მოდით აი ესე მინდა უპასუხო თქვენ კითხვას. როდესაც და მე ამასთან დაკავშირებით ვთქვი ადრე რომ ეს არის პრობლემა პრინციპში, როდესაც სესხის აღება ხდება ისეთ პროცენტად, როგორიც არის 500, 600, 700 და დაფიქსირებული არის 3000 და 4000 წლიური პროცენტი, ხომ? არარეალურია. მიუხედავთ იმისა, რომ შეიძლება იყოს ვიღაცა, ვინც შეიძლება ამის გადახდა მოახერხოს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს არის არანორმალური პროცენტი, ხო? აქედან გამომდინარე, უნდა გაკეთდეს რაღაც, რომ აი ასეთი პრაქტიკა აღარ იყოს. რა თქმა უნდა, ალბათ გამდიდრების საშუალებების უნდა იყოს ქვეყანაში და სწრაფი გამდიდრებების საშუალებაშიც თურქეთის შესაძლებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აბსოლუტურად ყველაფერი დაკარგოს, ხო? ამასთან დაკავშირებით უთქვავთ, რომ ალბათ თქვენ ინოვაციის მოწინააღმდეგე ხართ, იმიტომ რომ აი ნახეთ ონლაინ სესხია, ნახეთ როგორი მიღწევა არის. კომპიუტერთან
თან ზიხარ და უცებ ამ ხელას ეცხლებს. გეთანხმებით, ძალიან კარგია ინოვაცია, აბსოლუტურად მივესალმები და მინდა გითხრათ, რომ ზუსტად 15 წლის განმავლობაში ძალიან კარგად სარგებლობდი ამ ინოვაციების მიღწევებით და პრინციპი საქართველოში საკმაოდ გაადვილებული და ბევრი რამე არის გაკეთებული. მაგრამ მოდით შევხედოთ, რას შორის ვაკეთებთ არჩევანს, ხო? ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს არანორმალურად მაღალ პროცენტებს შორის და იმათ შორის, რომ არსებობდეს პროდუქტი, რომელიც გარკვეულწილად ადამიანს დროის მცირე მონაკვეთში ფულადი სახსრების არასების შემთხვევაში დაეხმარება, ხო? ამიტომ მიმართულება არის იქით, რომ ეს პროდუქტი დარჩეს, რომ იყოს, მაგრამ ის რომელიც სიტყვა ვიხმარო არანორმალური თუ ზღვარგადასლუსული თუ მტაცებლური საპროცენტო განაკვეთი აღარ იყოს. მე ამასთან დაკავშირებით ალბათ კიდე ოპონენტები იტყვიან, რომ ეს რა უბედურება, რა საჭირო ამდენი რეგულაცია, ხო? უნდა მოგახსენოთ, რომ 2007-2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა, სოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა ძალიან კარგად აჩვენა, რა შედეგები მიიყვანა იმ დერეგულაციამ, რომელიც არსებობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი ეს მიმართულება, ხო, ფინანსური სექტორი. ანუ ამდენი დერეგულაციის მერე მომწიფდა დაგროვდა ძალიან ბევრი რისკი, ვალდებულების გადატანა გარესაბალანსო უწყისებზე და კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტების დაცვისაგან თავის არიდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამის შედეგებს სხვათა შორის რაც მოხდა, ხო? დღესაც იმკის უფრო ნაკლებად ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც სხვათა შორის ძალიან მალე მიიღო აქედან გაკვეთილი, ასე ვთქვა და ნაბიჯები გადადგა და ახლა უფრო მეტად ევროპა, ხო? ამიტომ მოდით ასე ვთქვათ რა, არ არის საჭირო ამაზე ასე ვთქვათ დადანაშაულება, რომ ჩვენ ბრუნდებით ახლა სოციალიზმში, რომ ძალიან ბევრი რეგულაციები გვაქვს. არა, ქალბატონებო და ბატონებო, არ არის ასე. რეგულაცია, ზედმეტი რეგულაცია ცუდია, ზედმეტი დერეგულაცია ასევე ცუდია. ზედმეტი რეგულაცია შეიძლება განვითარებაში ამციროს, ხოლო ზედმეტად დერეგულაციამ ფინანსური რისკები გაზარდოს. ზუსტად ამისკენ მივდივართ და ზუსტად გვინდა ის, რომ ადამიანმა იცოდეს რას აკეთებს პირველ რიგში და მას იმის გამო რომ დროებითი პრობლემა დაუდგა, ხომ, არ გადადგას ესეთი ნაბიჯი, რომელიც საბოლოოდ შეიძლება პიროვნული ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდეს და მოდით არ გვინდა იმაზე საუბარი, რომ ასეთი ხალხი არ არსებობს, ასეთი ხალხი არსებობს. ასე რომ არ მივდივართ უკან, არსად არ მივდივართ, უბრალოდ გვინდა რომ სიტუაცია იყოს ნორმალური. არც ზედმეტ დერეგულაციას გავაკეთებთ და არც ზედმეტ რეგულაციას. გასაგებია, მე უბრალოდ მინდა რეკომენდაციით მოგმართოთ, რაც უფრო მეც ისაუბრებს ეროვნული ბანკი მთავრობა იმ რეფორმებზე თუ იმ ცვლილებებზე, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანი ცხოვრებაზე აისახება, ადამიანებს ნაკლები განცდა ექნებათ იმისი, რომ ცხოვრება არც უარეს და უარესი ხდება. უბრალოდ ალბათ კარგი იქნება, რომ მეტი განმარტება, მეტი ახსნა, რას უკავშირდება და ვთქვათ, არ ვიცი, 1 თვეში, 3 თვეში თუ 4 წელიწადში, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება თუ არა ჩვენი ცხოვრება. თუ მოხსნით ცოტი მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად და მესმის კიდევაც, მე სხვა შორის მე თავად იყო პერიოდი, როდესაც ჟურნალისტურ მოღვაწეობას ვეწეოდი და აბსოლუტურად მესმის ეს ინტერესი, მაგრამ ძალიან ხშირად არის საუბარი იმაზე, რატომ გაიზარდა მაგალითად კურსი ერთი თეთრით გუშინ და რა მოხდება ხვალ. ამაზე შეუძლებელია პასუხისგაცემა. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი და მე ვთქვი კიდევაც, რომ მე არავითარ პროგნოზს, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით, არ გავაკეთებ, რადგანაც ეს ჩემი მხრიდან იქნება უპასუხისმგებლო საქციელი. და კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდოდა მეთქვა, ზოგადად, როდესაც ეკონომიკურ ზდაზე არის ლაპარაკი და საუბარი იმაზე, რომ რა ცუდი ზდა არის საქართველოში და რა ცუდად არის ყველაფერი. მოდით ცოტა დადებითად შევხედოთ, არა ასე. ჩვენ კონტექსტიდან ამოგლეჯილებმა არ უნდა ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, უკეთესი არის უფრო. მოდით მაშინ ირლანდია შევედაროთ, 26% ჰქონდათ ისიც და დღესაც ზოგადად ამოუხსნელია სტატისტიკურად ეს სწორი იყო თუ არა. მაგრამ მოდით შევხედოთ რა ხდება გარშემო, ხო? დიდი ალბათობით სომხეთში ალბათ წელს ნულოვანის დაიქნება, რუსეთში უარყოფითის დაიქნება, აზერბაიჯანში უარყოფითი დაიქნება, თურქეთში ალბათ და ისე ეს არ ნიშნავს იმათ, რომ ჩვენ ამით მხოლოდ ბედნიერები უნდა ვიყოთ, მაგრამ შევხედოთ კონტექსტს. მოქალაქეებო, სხვანაირად არ შეიძლება გლობალური სამყაროა რეგიონის და ამ გლობალური ეკონომიკის ნაწილი და
მიუხედავად იმისა, რომ გვინდა უფრო მაღალი ზრდა და იმედი მაქვს, რომ იქნება მაღალი ზრდა, გარკვეული ფაქტორები ყოველთვის მოახდენენ ამაზე გავლენას. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენიტაძე იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ რეკლამაზე გავალ და რეკლამის შემდეგ უკვე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე ვისაუბრებთ და ჩვენი სტუმარი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი სოიძე.